მე მგავს. ჩემს დას ჩემსავით უყვარს ტკბილი. ხო, გაჭრილი ვაშლივით გავხართ ერთმანეთს. ჩემი გოგო. ძვირფასო ოჯახო დღეს რაღაც გავაკეთე და მინდა იცოდეთ. ჩვენი ვალი გადავიხადე. ესრა, საყვარელო ამას რატომ აკეთებ, დედიკო? რამდენს მუშაობდი, ფული შეაგროვე და ჩვენ ზედახარჯე? დედა შენი მართალია შვილო, რამეს მოვიფიქრებდით და გადავიხდიდით. კარგი რა უნდა მოგვეფიქრებინა. მე რატომ არ ვიცოდი თუ რამე გეგმა გქონდა. ეკო, იქნებ გაჩუმდე. მეც ამ ოჯახის წევრი არ ვარ. ვერ ხვდები რატომ მოიწყინეთ? მე თუ არა, ვინ უნდა გადაიხადოს ვალი? კარგი, მორჩა. გაიღიმეთ. დღევანდელი დღის ანგარიში ჩამაბარეთ. მე ვცდილობ ელიფს დავშორდე და არ გამომდის. რა? რას ამბობ? რას ნიშნავს კარგი დღე იყო? და გაერთე ელიფ. რას მეუბნები? რა მოგეწონა გარეთ? კაცური გართობა როდიდან მოგწონს? ერთადერთ ქალიშვილს, დედოფალივით ზრდიდი და რას აკეთებ? არ მინდა მანდარინი, მომისმინე რომ გელაპარაკები. თუ ცხენები მოგწონს, მითხარი და გიყიდი. გინდა ცხენი გიყიდო? გიყიდი. ოღონდ შენ მითხარი რა გინდა და ყველაფერს გიყიდი. მინდი შვილო. დედა, ტყუილად ვცდილობ ეკოსთან ძალიან ბედნიერი ვარ. მის გვერდით ყოველთვის ვერთობი. და არ მივატოვებ. არასდროს მივატოვებ. ამას შეხედეთ. ნახეთ რა სულელი გოგოა. ამან უნდა მომკლას. ოზან? ანტალიაში არ იყავი? ხვალ არ უნდა დაბრუნებულიყავი? ბოლო წუთს ყველაფერი გადადეს და დავბრუნდი, მაგრამ კომპანიაში არ დამხვდით შეგლა. სად იყავი? აგარაკზე ვიყავი მამასთან და ჩინართან ერთად. ოჯახური საღამო მოვიწყეთ. ძალიან კარგი დღე იყო. მთელი დღე იქ იყავი? არა. მე კომპანიაში წავედი. მაგრამ შენ არ დამხვდი. როგორც ჩანს, ვერ დავემთხვიეთ. შენ სად იყავი? არსად. საქმეები მქონდა და მოვაგვარე. სანერვიულო არაფერია. მომიცი, 2 საათით რომ გავდივარ, მაშინაც კი გროვდება საქმე. ვცადე მომეგვარებინა. მოაგვარე? არის რამე, რასაც ვერ გავაკეთებ შეგლა. მოვაგვარებ. რა თქმა უნდა. ქშია? საჭმელი შეუკვეთე. თუ გინდა ერთად ვივახშმოთ. შია. კარგი, ვივახშმოთ. დაჯექი თეფს მოგიტან. ვიცი რომ აქამდე არ მეკითხავს, მაგრამ შენი ყოფილი საქმრო. ის ვინც ქორწილში მიგატოვა. მერდი. მერდი. იცი სად არის და რას აკეთებს? არ ვიცი. ბოლოს გავიგე რომ ამერიკაში წავიდა. მას შემდეგ არაფერი მსმენია. ალბათ ისევ იქ არის. მანუ არ გინახავს. არა. რა თქმა უნდა არა ოზან. რატომ მეკითხები? საქმეს შენს წარსულს ეხება, რომელზეც მე არაფერი ვიცი და დამაინტერესა. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ყველაფერი იცი რაც საჭიროა ოზან. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. კარგი.
რადგან ასე ამბობ? ხო მართლა. სპაგეტი მეც მინდა. რა თქმა უნდა, გადმოგიღებ. მადლობა. დედა, შვილო, ჩემო ზევსო, ჩემო ერთადერთო. სასტრაფოდ მოდი სახლში შვილო. ელიფს უნდა დაელაპარაკო. მოდი. მოიცადე დედა, რა ხდება? არ უთქვამს არა? რა თქმა უნდა არ გეტყოდა. რომ იცოდე მაშინვე და არიგებდი და აზრზე მოიყვანდი. ამიტომ არ გითხრა ჩემო ზევსო. მოდი, სასტრაფოდ მოდი. სხვა დროს ასეთი შანსი არ ექნება. აუხსენი, შენ უარს არ გეტყვის. დედა, დამშვიდი, ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება? კარგი შვილო. ჩემო ზევსო. მოკლედ, შენ დას ვენის მუსიკალური აკადემიიდან შემოთავაზება მოუვიდა, მაგრამ არ მიდის. ამბობს რომ ეკოს არ დატოვებს. რა სისულელია? რა? ელიფი ვენაში მიიწვია სასწავლებლად. ხო, შვილო, მიიღეს, მაგრამ არ მიდის. მოდი და დაელაპარაკე, გთხოვ, მოდი. კარგი დედა, მალე მოვალ. გელოდები შვილო. ოზან, რა მოხდა? დედა ჩემთან უნდა წავიდე. ხო, დამელოდე და ერთად წავიდეთ, გამოვიცვლი. ოჯახური საკითხია ჩეკლა, მარტო წავალ. დროებით. კარგი ოზან. კარგი, მოვდივარ. დღეს უკვე მეორედ გხედავ. ჩეგლას წინადადებაზე იფიქრე. პირდაპირ საქმეზე გადახვედი ჩინარ, ჯერ მოგეკითხე მაინც. შენთან საალბარაკო არაფერი მაქვს. მითხარი რამდენი გინდა და ჩემს დას აღარ გაეკარო. შენი მესმის ჩინარ. ბოლოს და ბოლოს ჩეგლა შენიდაა და ერთმანეთის გარდა არავინ ყავთ. ამიტომაც ზრუნავ. მაგრამ გინდა რაღაც საინტერესო გითხრე ჩინარ. ჩეგლას არავის დაცვა არ სჭირდება, მით უმეტეს შენი. ძალიან ჭკვიანი ქალია ჩინარ. იმდენად ჭკვიანი, რომ ამ თამაში შენს კი ჩაგითრია. Senin gibi bir adamı böyle bir yalanın içine sokacak kadar akıllı. Mert, nu artuleb. Kaç para istiyorsun? რამდენი გინდა? Ne kadar alışmışsınız ya? როგორ მიეჩვიეთ ადამიანების ხიდვას? შენგან მიკვირს ჩინარ. ანუ ფიქრობთ, რომ ყველას აქვს საკუთარი ფასი, არა? შენ გაქვს. nu artuleb. დავიღალე, მითხარი რამდენი გინდა? რადგან ასეა? 100 მილიონი ევრო. რამდენი? შენ მკითხე და მეც გიპასუხე. მერტ, რეალისტი იყავი. შენს კარგად იცი, რომ ამდენს ვერ მიიღებ. როგორც გინდა ჩინარ, მე დავფიქრდი და ფასიც მოიფიქრე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლეს ყველა გაიგებს. არ გაბედო და არასათანადოდ არ შემაფასო ჩინარ. შენს კარგად იცი. ასეთი ამბები სწრაფად ვრცელდება. მე მუქრები? ან ფულის ნახევარს დაჯერდები, ან ვერაფერს მიიღებ. გეყოფა ჩინარ, ასეთი აფასიანი გონი ვარ? ჩემი აზრით ამდენიც არ ღირ ხარ. დაფიქრდი და გადაწყვეტილება მიიღე. რომ გახვალ კარი დაკეტე. მოკლედ ასე ზეინო, მისამართი ვიპოვე და ოზანს მივეცი. ჩემ შეყვარებულს შეხედეთ, რა ჭკვიანია. შენიქებით არ დავიღლები. როგორ გაიგე მისამართი? რამდენიმე ნაცნობი მყავს და კავშირები გამოვიყენე. არ გამჭირვებია. მერე? მერე შეფი და ესრა ერთად წავიდნენ საქმეზე. მეტი არაფერი ვიცი. ერთად წავიდნენ?
ხო, მაგრამ იმ სახლში მერტი აღარ დახვდათ. ანუ ვერაფერი გარგვიეს. ვერა ზეინო, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერს გავიგებთ. ანუ ერთმა პრობლემა გაერთიანა და ერთად იბრძვიან არა? ერთად დადიან საქმეზე. ხო, ასეა, მაგრამ ეს სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ხო. არა უშავს, ხელი არ ჩავიქნიოთ, ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გველთ ჩეგლას უნდა. ხელს შეუშლით. ადრე თუ გვიან იმ კაცს მაინც ვიპოვით. რა ქვია? მერტ ბალკინი რა იყო? მერტ ბალკინი. არა, ბევრს ვიცნობ, მაგრამ ასეთი სახელი და გვარი არ გამიგია. კარგი, მაშინ ახლა წავალ. კარგი, დროებით. დროებით. ალო. ჩინარა შვები. ჩეგლა ხცალია? კი, მცალია. ოზანი გავიდა და მარტო ვარ. მერტისგან მოვდივარ. ეს კაცი უკან დახევას არ აპირებს. 100 მილიონი ევრო უნდა. რა? 100 მილიონი? სულ გაგიჟდა? ხო, ჩეგლა. მე არ დავთანხმდი რომ იცოდე. გასაგებია. სხვა რა გვაქვს, რაც უფრო მეტად ვთხოვ გაჩუმებას, მით მეტად შედის აზარში. არა, ჩეგლა, არ ინერვიულო. ჯერ არაფერი უთხრა, კარგი? სანამ ფულს არ ვიშოვი, არაფერი გააკეთო. ჩინარ. მამა ხომ ვერაფერს გაიგებს. ვთხოვ არ უთხრა, კარგი? ჩეგლა, შენი აზრით ასე რატომ ვიქცევი? არ მინდა მამამ რამე გაიგოს და ინერვიულოს. ახალი სკანდალი რომ ატყდეს, არ ვიცი გაუძლებს თუ არა. ძალიან ნანობ, მართლა. ჩეგლა, გთხოვ გეყოფა. ახლა ვერაფერს შეცვლი, უბრალოდ შეცდომა აღარ დაუშვა. სხვას არაფერს გთხოვ. როგორც კი ეს ამბავი მოგვარდება, გპირდებით, ჩემზე აღარ განერვიულებ. იმედია, ჩეგლა, იმედია. წავედი. აბა, მომიყევი, რა ხდება? მოსაყოლი არაფერია ძმაო. გახსოვს? ვენის აკადემიაში რომ შევავსე აპლიკაცია. პასუხი მომივიდა მიმიღეს, თან დაფინანსებით. ვენის მუსიკალურ აკადემიაში სრული დაფინანსებით? ისე რატომ ყვევი, თითქოს არაფერი მომხდარა. ელიფ, ხვდები მაინც ეს რამხელა წარმატებაა. ხვდები ძმაო, რა თქმა უნდა ხვდები. მაგრამ არ მინდა წასვლა. რა? მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდი, ელიფ, ასე არ იყო? ხო, ოცნებობდი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა, მეც შევიცვალე. კარგი, მაგრამ ოცნებაზე უარს რატომ ამბობ? უკან რომ დაბრუნდე და კომპანიასა და ესრას შორის არჩევანის გაკეთება გიწევდეს, რას იზამდი? ესრას ავირჩევდი. მაგრამ ეს სულ სხვაა. მე განსხვავებას ვერ ხედავ. მოკლედ, კარიერას ბედნიერება ვარჩიე. ვერ ხვდები, რატომ უნდა ვთქვა უარი საყვარელ ადამიანზე? ბედნიერება, ეს არ არის ეკო. შენ ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას ელიფის ნაცვლად, ჭკვიანი გოგოა და იცის რასაც აკეთებს. ხო, ვიცი რომ ჭკვიანია, მაგრამ არ ვიცი. ასე არ შეიძლება ეს რა, არ შეიძლება. ელიფი მიყვარს და მინდა ჩემს გვერდით იყოს, მაგრამ ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში რამდენჯერ ეძლევა. უარის თქმა არ შეიძლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერ ვიყო, ელიფს მომავალს ვერ დავუნგრევ. ძმაო, ძამიკო, შენ ელიფს უთხარი წასულიყო, მაგრამ მან დარჩენა არჩია. დაშორებით ვერ გადაარწმუნებ. ეკორას ამბობს ამ საკითხზე. რა სიტყვის? მეუბნება რომ უნდა წავიდე. ისეთი საყვარელია ბეჭედიც კი მოიხსნა და დაშორება სცადა. ეს რომ არ გამოუვიდა? იცი სად წამიყვანა? კაცებთან ერთად სათამაშოთ. მერე ცხენების რბოლაზე. ისეთ ადგილებში რომ არ მომწონებოდა და მე თვითონ დავშორებოდი. შენი ბედნიერების გამო იქცევა ასე. ხო, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ამის გამო. არ ვიცი რა გითხრა. გინდა გულწრფელი ვიყო. როდესაც აქ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადაგარწმუნებდი, მაგრამ პირიქით მოხდა. რა ხდება? რა ამბავია, რა ხდება აქ? ორივეს ჩემი სიკვდილი გინდათ არა? მოილაპარაკეთ? შვილო, რატომ დაგიბარე სახლში? არ გითხარი, მოდი და შენი და გონს მოიყვანე მეთქი. მეგონა სწორ გზაზე დააყენებდი. ამიტომ დაგირეკე და რას ხედავ? ელიფმა გადაგარწმუნა. რა ხდება? რას აკეთებთ?
დედა, კარგი, დამშვიდდი. ჩვენ საუბრობთ, როგორც დაძმა. ხო, როგორ შეიძლება შენ აირი ღირსეული ქალის ხვის საუბარს ჩუმად უსმენდეს? შეიძლება, ძალიანაც შეიძლება. 2 წუთი რომ დაგტოვოთ მაშინვე ერთენებთან გაიქცევით. სამყაროში მაინც და მაინც ეს დაძმა რატომ იპოვეთ? ჩემი სიკვდილი გინდათ არა? გეყოფათ. რა გაცინებ ჩვილო? რა გაცინებს მეთქი? რას მერჩით შეხედე? შენი და ციღიმის და დამცინის. შენ უიცინი. დედა, გადაწყვეტილება მივიღე და არ ვაპირებ აზრი შევიცვალო. ჩემმა ძმამ გამიგო. მომკლავს. მართლა მომკლავს, როგორ მინდა თვით ვითრიო. არ ვიცი, უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო. ამისთვის კი საჭიროა ელიფს როგორმე დავშორდე. რამდენიმემ გააკეთე და მაინც არ დაგშორდა. აზრი არ აქვს. გეყოფა ამას შეხედეთ, რა საყვარელია შევჭამ. ხბა მომტეხე გოგო. გეყოფა. ნუ დამცინი, რა მერჩევა მომეცი, როგორ ვაიძულო რომ დამშორდეს. შეგიძლია სხვა გოგოს თხოვო ხელი. დაგეხმარება. არა, არ გამოვა ეს ოზანის ტაქტიკაა, მე არ შემიძლია. უფრო კარგი და რბილი ხერხი მჭირდება. მაგალითად, მე არ მომწონს, როცა ზედმეტად მირღვევენ პირად სივრცეს. სულელურ საუბარს რომ იწყებენ ხოლმე. მინდა შემოვარტყა და რაც შეიძლება შორს გავაგდო ჩემგან ადამიანი. ეს რა იქნება მამანი მოქმედოს. კარგი რჩევა მომეცი, მადლობა. ზედმეტად ბევრი ყურადღება არავის მოსწონს არც ელიფს, მართალი ხარ. გავიგე. ძმაო, მე ჩემზე ვთქვი, რჩევად არ მიიღო. არა, გასაგებია, მივხვდი ყველაფერს. სახლში მივდივარ. რა სახლში? მოდი აქ. მოდი აქ დამეხმარე. მოდი აქ, რას ნიშნავს სახლში მიდიხარ? შემატოვა კაფე. სულ მე რატომ უნდა დავკეტო კაფე? დავიღალე. ისედაც მთელი დღე მუშაობდი. დავიღალე. აქ იყავი? ელიფთან სალაპარაკოდ მოვედი. ხო. წასვლა არ უნდა რა. ვის გავს ასეთი ჯიუტი? ჯიუტი არა ეს რა. შეყვარებულია. ჩვენ ასეთი სიყვარული ვიცით. რა თქმა უნდა. მისი სიტყვების სისულელე და არ მეჩვენება. დამარწმუნა რომ მართალია. კითხა, შანსი რომ მქონდეს ეს რას აირჩევდი თუ კომპანიასო. და რა უთხარი? შენი აზრით? ხო, ეს უკვე ვიცით. ხო, იმედი მაქვს იცი. რამდენიმე ქულა დააგროვე, მაგრამ მაინც მინუსებში ხარ. ჯერ კიდევ ვერ ამოხვედი. ეს რა? საკითხი დახურულია ოზან. გშია, გინდა რამე მოგიმზადო? არა ეს რა. ჭამე, მადლობა. ჭამე, ალბათ. სახლში ვახშმი არა? ის მაინც მითხარი რა კერძი დაგახვედრა. მიდი. ეს რა, კარგი რა. სულ რატომ ეჩხუბები ამის გამო? თუ არ გახსოვს, მე შეგახსენებ რომ ეს შენი იდეა იყო ეს რა. კარგი ოზან, გაჩუმდი. კარგი. რა ქენი ელაპარაკე? ხო, ველაპარაკე. მერე? ისევ იგივე, არაფერი შეიმჩნია. მითხრა მერტი წლები არ მინახავსო. ეგ როგორ? იცის რომ უთვალთვალებ და მაინც იტყუება? ისევ იგივე საგრძელებს. ხო, ეს მერტი რომ ვიპოვო, მგონი პრობლემაც მოგვარდება. ღმერთმა ქნას, ღმერთო ჩემო. ეს გოგო, ასეთი ცივსისხლიანი მატყუარა როგორ არის? არ ვიცი. დაგეხმარო? ოზან, რას აკეთებ? გადი აქედან, მიდი. გადი, ყოველ ჯერზე ნუ მაიძულებ შეგახსენო როგორ უნდა მოიქცე. წადი. კარგი, ერთი წუთით. რა? რაღაც მინდა გითხრა. რას აკეთებ? წადი. რა მოხდა, ლოყაზე გაკოცე? არ მინდა. წადი აქედან. რა მოხდა, არ შეიძლება ლოყაზე გაკოცო? აპარაკობს კიდე. წადი. რა მოხდა? ჩუმად გაიგებენ. კარგი. თურმე ლოყაზე მაგოცა. ღმერთო ჩემო. არა, ამას ვერ დავთანხმდები, არ შემიძლია. თურმე ყოველ დღე უნდა გავწმინდო ფანჯრები და დავასუფთავო ეზო, ხედავთ? თავი ბანაკში მგონია. გარეთ დაჯდომაც ამიკრძალა. გესმის?
და ნერიმან დეიდა ზუმრუც არ იცნობ, ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკურსში გაიმარჯვოს. რომ ცოდნოდა, ასე გაცხოველდებოდა. არაფერს ვეტყოდი. საიდან უნდა ცოდნოდა, რომ ასე მოიქცეოდა? ჯერ სათხარ. ეს დასაწყისია. ნახე. ნახე ხალხი როგორ ცხოვრობს გარეთ. ელიტარული საზოგადოების შეკრება ყოველ პარასკევს თავის კლუბში იკრიბებიან და ლიდერია მერტ ბალკინი. მოიცადე, ეს ის მერტია. ვინ მერტი? რას ამბობ? არა, არაფერი. ჟურნალს წავიღებ და მე მოგიტან, კარგი? წავედი, მეჩქარება გავიქეცი. ღმერთო ჩემო, ყველა გაგიჟდა. ესრა. დაო მენიქშე, ესრა სახლშია? არა, ახლა ხანს გავიდა, რატომ ეძებ? არაფერი, პირადად ვეტყვი. მოიცადე, სანკარბი ხარ? რა ხდება? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ესრა. დამელოდე. ზეინო. რა მოხდა? ეს ნახე. რა ვნახო? დამაცადე ვიპოვე. აი. ეს რა არის? გოგო, ეს ის მერტი არ არის, ვიზეც ამბობდი. ხო, ის არის მერტია. ყოველ პარასკევს გოლფს თამაშობს თურმე. ანუ დღესაც თამაშობს, ზეინო. საუკეთესო ხარ. წავალ ოზანს ვეტყვი. მიდი, გაიქეცი. ძლივს უთქავ, მაგრამ არა უშავს. ინებეთ, შეგერგოთ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება, ეკო? გირეკავდი, რატომ არ მიპასუხე? არ გამიგია. ანუ არ გაგიგია. ამიერიდან როგორც კი დაგირეკო, მაშინვე მიპასუხე, გასაგებია? რატომ? იმიტომ რომ ასე მინდა. იმიტომ რომ კაცი ვარ. არ გინდა. ხო. რა გაცვია? შეიკარი სწრაფად. რას აკეთებ? სულ ასე მაცვია, რა დაგემართა? უნივერსიტეტში მოვალ და ვნახავ, ვისთან ერთად ადიხარ. რა ხდება? რა სწავლობ? ვინმე? თემურები ხომ არ არიან შენს ირგვლივ? მოვალ და ყველას გავიცნობ. მოდი, რა პრობლემაა? მეც ხომ მიმყავ ხარ ხოლმე. მინდა დღესვე მოვიდე. ახლავე წამოვალ. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს რომ მოვიდე? არა. არ მაქვს. ხო და ასე. უკვე ბრაზდები, ეკო. მართლა? ხო. დედა, წავედი. წამოდი ელიფ. დედაო? დედა დამიძახა? ხო, ასე იმიტომ იქცევა რომ ელიფი დაშორდეს. ხო, მივხვდი. ასე თუ გააგრძელებს აუცილებლად დაშორდება. ნახე რანაირ ტიპად იქცა, რომ უყურებ ცუდად ხვდები. დილამშვიდობისა ესრა. დილამშვიდობისა. არ მომესალმები ესრა? არა. ალისთან მივდივარ და მე კაბინეტში წავალ. იმისთვის გეუბნები რომ თვალთვალით არ დაიღალო. რატომ უნდა გითვალთვალო, ჩეგლა? არის რამე რასაც მალავ? არა. მაგრამ შენ ხომ მზად ხარ ყველაფერი მიატოვო და უკან გამომყვე ხოლმე. არ გამტყუნებ ეჭვიანობ, ჩეგლა. მართლა ძალიან მაინტერესებს. არ გიჭირს ასე ცხოვრება. როგორ ასე? ტყუილებით და დაძაბულობით სავსე ცხოვრება გაქვს. თავისუფლად ამოსუნ თქვა არ შეგიძლია. საკუთარ თავსაც ატყუებ. რას ვატყუებ? ოზანზე გეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარხარ, ყველაფერს აკეთებ მის შესანარჩუნებლად. არ გრცხვენია? თუ ასე გაინტერესებს, გეტყვი რომ იმ ადამიანთან ვიქნები, ვინც მიყვარს. შენ კი ძალიან შორს აღმოჩნდები ჩვენგან. აი ნახავ. შემოდი. ესრა, დილამშვიდობისა. ეს რა არის? ოზან, ნახე.
შეხედე, დღეს ტურნირში იღებს მონაწილეობას. ვიცით, სადაც იქნება, შეგვიძლია ვნახოთ. საიდან გაიგე? ზეინომ მომცა ჟურნალი და მაშინვე აქ გამოვიქეცი. ოზან, ადექი, რას უყურებ, უნდა წავიდეთ სწრაფად, თორემ ჩეკლა გამოგვიჭერს. მე სხვა იდეა მაქვს. იქ ჩეგლასთან ერთად წავალ. ვნახოთ როგორ შეხვდებიან ერთმანეთს ამდენი ტყუილის შემდეგ. ოზან, ჩეკლა არ გამოყვება. არ ეცოდინება სად მივდივართ. შენი ფოტო, რატომ დაბეჭდე? მხოლოდ შენი თავი ნუ გაღელვებს, ეგოისტი ნუ ხარ. საქმეზე კონცენტრირდი მენიქშე. ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა. ჩვენ რატომ არ გავაკეთეთ ეს? გეტყვი რატომაც, იმიტომ რომ ფული არ გვაქვს. გაჩუმდით ხელს მიშლით. როგორ ჩავთო? რა ვქნა? როდის უნდა ისწავლო? ნახე. აი აქ დააჭერ ხელს. კარგი, გავიგე, გეყოფა. მომშორდი. ხალხო. ჩემი რაიონის ძვირფასო მაცხოვრებლებო. ძვირფასებო მეთქი, ვის ველაპარაკები? შეიკრიბეთ აქეთ, სწრაფად. ქალო, სად მიდიხარ? მომისმინე მეთქი. შეიკრიბეთ, რაღაც მაქვს სათქმელი. გამომართვი. ახლა ყურადღებით მომისმინეთ. როგორც იცით, ჩვენი რაიონი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსში იღებს მონაწილეობას. იცით რა კონკურსია? რაიონები ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან. თუ გვინდა პირველ ადგილზე გავიდეთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ. იცით რა უნდა ვქნათ? ლამაზები უნდა ვიყოთ. ყველაფერი სუფთად და დალაგებული უნდა იყოს რაიონში. რა გაცვიათ? რა გვაცვია? ეს რა არის? რა ვარცხნილობა ან ტანსაცმელია? რას გავს? ახლავე წადით და მოწესრიგდით. რას გავხართ? ზუმრუდ გეყოფა. საკმარისია სიბინძურე, არ არსებობს მახინჯიქალი, თავს მოუარეთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მეგობრებო, ასე არ შეიძლება. ზუმრუდ გეყოფა. რა იყო? შვიდად. მეზობლებო, რამდენიმე წესი გვაქვს. მოკლედ. ზუმრუდ კორფალის კოდექსი. ვერ ხედავთ? აქეთ იყურეთ. წაიკითხეთ, წესი ნომერი 1. ყველა ადგება დილის 6 საათზე და დაიწყებს ვარჯიშს. მე არ ავდგები. რას გვი არ ადგები? 9-ზე დაიძინე და გაგეღვიძება. რა პრობლემაა? წესებს არ ვარღვევთ. წესი ნომერი 2. არავინ იმუშავებს. რა? სახლში საჭმელი როგორ მივიტანოთ? რას მიყურებ ღარიბივით? რამშიერი და ღარიბი თვალებით მიყურებთ? სირცხვილია, ასე არ შეიძლება. თქვენი დანახვა არ შემიძლია, საკმარისია. გეყოფა. გამარჯობა ძვირფასო მეზობლებო და მეგობრებო. ამიერიდან ჩვენი კულტურული განვითარება ზედა დონეზე უნდა ავიყვანოთ. წიგნები წავიკითხოთ, საღამოს კლასიკურ ნაწარმოებებს მოусმინოთ. მათი თანხლებით დავიძინოთ. მომეცი გეყოფა. რა სისულელეებს ამბობ? ცოტა გართობა შემოიტანე. რა მოსაწყენი ხალხი ხართ? მოკლედ, ნომერი 3, გამომართვი. ყველა დაკეტავს თავის დაწესებულებას და წავა სახლში. რა? 9-ის შემდეგ გარეთ არც ერთი სულიერი არსება არ უნდა დავინახო, გასაგებია? რას ბოდავ? რას ქვია, რას ბოდავ? რა პრეტენზიებია? კიდევ რას გვიბრძანებთ? მაპატიეთ, მაგრამ საღამოს კლიენტები მყავს. ნერიმან, შემომხედე. თვალებში შემომხედე. თუ გინდა რომ კონკურსში გავიმარჯვოთ, მაშინ მსხვერპლიც უნდა გავიღოთ, გასაგებია? ნუ წუწუნებთ, ჩემი წესები დაიცავით, გონს მოდით. თქვენი ადგილი იცოდეთ. სად არის ჩემი სურათი? რატომ ვერ ხედავ? ულვაშიანო, მოდი აქ. მოდი. ხომ არ აზვიადებ? არა. გამომართვი, შენც. ნუ გვესვრი. აიღეთ და მიიკარით. ყველგან გაიკარით, სწრაფად. ნუ აზვიადებ, არ ვაზვიადებ 1 გრამითაც კი. უბრალოდ ჩემნაირი ძლიერი არ ხარ. და ვერ ხვდები როგორ უნდა მოიქცე. ყველას თავს უხრი. ცოტა ზუმრუდ კორფალი გახდი. უხეში ხარ. არ ვარ, დაიშალეთ. ალქაჯი. დაიშალეთ მეთქი, წადი და თმა შეიჭერი, მიდი. წესები დაიცავით, განათლდით და თავს მოუარეთ.
შენ ციწვალე ცოტა შეგლა. მიპასუხე მერტ. გისმენთ ბატონო ადნან. რა თქმა უნდა, დიახ, აუცილებლად მოვა. კარგი, დიდი მადლობა. ხვალამდე სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ვის ელაპარაკებოდი? ექიმს, ხვალ უნდა მივიდე და შესახსენებლად დამირეკა. ძალიან კარგი. მარგინა დღეს ერთად ვივახშმოთ? რა სიტყვი? სად უნდა წავიდეთ? სიურპრიზია, მაგრამ ძალიან მოგეწონება. შენი შერჩეული ადგილი აუცილებლად მომეწონება ოზან. გავიდეთ? გავიდეთ. სად მივდივართ? ძალიან მაინტერესებს. ნუ ხარ ცნობის მოყარე. საყვარელო როგორ ხარ? კარგად შენ? მეც. ეს იდიოტი ვინ არის? რატომ მოგმართავს ასე? იდიოტი არ არის, კარგი ბიჭია, ერთ კურსს ვსწავლობთ. არა, ნამდვილად იდიოტია. მე არ მომეწონა. ჩემს საცოლეს საყვარელოთი ვერავინ მიმართავს, გესმის? გამორიცხულია. გეყოფა ეკო. მაჩოსავით ნუ იქცევი და ეს კრიალოსან ჯიბეში ჩაიდე. მომისმინე რაღაც უნდა გითხრა. სია ჩამომიწერე ვინ არის შენი მეგობარი და ვინ უბრალოდ კურსელი რომ ვიცოდე, გასაგებია? მინდა ყველაფერი ვიცოდე, ვის ხდება ჩემი საცოლე და ვისთან კონტაქტობს. ეკო, რას აკეთებ? ეს ხუმრობა უკვე აღარ მომწონს. ჯიბეში ჩაიდე მეთქი.